გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო, გამარჯობა და სამჯერ გამარჯობა და კიდე ბერჯერ გეტყვით გამარჯობას თუ საჭირო იქნება კიდევაც და ხა მოგეხსენებათ გახლავთ ეს გაზაფხულის კუჩიდან მოგესალმებით, არის გაგანია თაკარა ზამთარი გერა ზაფხული, ისეთი რომ მაგრაცხელა, მაგრამ ჩვენ მაინც ეთერში ვართ, ჩემო ბატონო, არაფერი არ გვიშლის ხელს ამის, ვერ შეგვაჩერებს ვერაფერი, ისეთ დღეში ვართ, მოკლედ 98 და 5-ია და გახლავთ ეს ჯაბანას პაპანაკება გახლავთ ბატონებო და ქალბატონებო და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის რა გითხრათ რა აი როგორ სადაც არ დავინახავ ამ კაცს ნუ აი როგორ ახსნა ეხა იქ ამბავი მე როგორი პატივისცემა მაქვს ადამიანის შეიძლება მოაზროვნე ადამიანები მიყვარს იმიტომ რომ რაღაცა მე ბევრი მოვიდომე რომ კარგად მეაზროვნა და ბევრი მეკითხა მაგრამ არ გამომივიდა და სხვებს რო უყურებ აი ბოროტი ადამიანი რო არა ვარ როგორ თავს ვიქებ რა ისეთი მოხარული ვარ როცა კარგად აზროვნებს როცა კარგად ანალიზს აკეთებს როცა ღრმად იყურება ზედაპირული არ არის კაცი და არის ღრმა ხო და თან ნიჭიერი და თან იუმორით ჩემი რა კარგი მეტი რა გითხრათ რა მიყვარს მაგრამ დიდი მადლობა ზაზა შათილიშვილია ჩემი დღევანდელი სტუმარი ბატონებო ფილოსოფოსი და არაჩვეულებრივი ადამიანია და რა გითხრათ კიდე ერთხელ ვიმეორები სტუდიაში შევხვდები ამ კაცს თუ ჭიქით სტაქნის მეგობრებიც ავართ მაგ ბედნიერება სხვათა შორის რომ სტაქნის მეგობრებაც კი მოხდა ისე რომ ეს ერთმა ეს მაჩუქა ამასთან მეგობრობა სტაქანშიც და თქვენ არიცით ეს სტაქანში რაღაცია რა როგორი ბიჭია სტაქანში ხო და ეხლა მინდა დავიწყოთ რაზე დავიწყოთ თუ კიდე ჩუმად ვიждეთ ეს მეც უყუროთ გინდა რომ აი რა მოხდება ერთი გადაცემა რომ ესე როგორც იტყვიან იმერეთში ვიყოთ ერხანს ვიყოთ ერხანს არის იგივე რაც ისა ხარაშო სიძინე და იგივე გვაქვს რა პიდა ვიყოთ ერხანს ვაში ვიყოთ ერხანს ესე იგი რა მინდა გითხრა ეხლა ვიყოთ სიემცხელება მოусმინება ბლობდი არ მომისმენია გადაცემა რომ რჩება მე აუცილებლად უნდა გადავახვიო და ნახო ეპშტეინის კუნძულში მზადდებოდი ბატონო და ეპშტეინის კუნძული სტუმრად ჯაპანის პაპანაკებაში ეპშტეინის კუნძული სტუმრად ჯაპანის პაპანაკებაში და ძალიან მომწონს პირიქით ჯაპანის პაპანაკება ეპშტეინის კუნძულზე და შენ კარგად თქვი პაპანას ჯაპანაკება ასწორებ და კაირაბე სადამ შემოვიდოდი დეგესტვი და არ შეიძლება რომ არ გავამჟღავნო რა რომ რაღაცაო სულ ოცნებობდიო რაღაცა ამ იუმორისტული რაღაცა პოდკასტის ამბობ მე დავაკავო რაღაცა ისე წავიდით უკვე წამყვანები რომ ჭიჭიკო და ბიჭიკო ვართო მაგას მოვიდოდი ამას მე დაშენ მე ჩავანასული ჭიჭიკო და ბიჭიკო გურამ ნიკოლაშვილი ძენდა სერიოზულობას გადაცემას მაინც ესე ლაპარაკობდა მეტყველებდა და როგორც კი გურამი წავიდა ეგრევე გადავიჭერით ჭიჭიკოსა და ბიჭიკოში ხო ის რაღაცა სტაბილური არეგულირებული რაღაცა სერიოზული ის მეტყველება რაღაცა აკადემიური სტილი მოვიცილეთ გურავი თავიდან და ეგრევე გახდა ჭიჭიკო და ბიჭიკო გადაცემა აუშვით ეხლა აფაუშვით როგორც აფრის კაცული მოვარდელი ზღვიდან და რა მაინტერესებს ეხლა ჩემოგან უყურებდი ფეხბურთს და ფეხბურთები ბევრი არ გინახია ალბათ ეხლა ბევრი საქმეები არც ერთ თამაში მაგრამ აი თავისუფლად შეგიძლია ამ თემაზე იბა ხო მაგ რა ნახე და რა მნიშვნელობა ხო ადრე წინა ცხოვრებაში როგორც ერთ ჭკვიან კაცს აქვს ეგეთი დაწერილი წიგნი როგორ ვილაპარაკოთ წიგნებზე რომელიც აკითხული არ აქვს ხო და ეს როგორ ვილაპარაკოთ ფეხბურთზე რომელიც ნანახი არ აქვს ანალოგიებით ძალიან საინტერესოა შეწარბოიგიდო შეუყვეთ მაგას მაგრამ მანამდე მინდა კითხო სპორტით თუ იყავი გატაცებული ახალგაზრდობაში კი ძალიან მიყვარდა ბავშვობა ახალგაზრდობაში კი გატაცებული ვიყავი განსაკუთრებით ფეხბურთით ცხადია მართლა თამაშობდი დადიოდი ეზოში ეზოში ხო ნუ ჩვენ ახლა ერთი თაობის ხალხი ვართ და იმაში ყველა ეზოში ფაქტობრივად ეზოს ფეხბურთიდან მოდიოდნენ ვარსკვლავები. ყველა ყიფიანი ყველა და იმ ეზოში ამბობდნენ რომ ყიფიანზე მაგარი იყო ვიღაცა. რომელიც ვეროდ რამდენიც გინდა ზაზა უამრავი იმაზე მაგარი იყო და წყალმა როწე იყო და სტაკანს რომ მოკიდა 11 წლის შემდეგ საერთოდ შეწყდა ფეხბურთს აღარ თამაშობდნენ ფეხბურთს. ის კი არა აი გოლგოძე ვახსენე
მივიარე, სანამ შემოვიდოდი და ის იმანაც მომიყვა და სხვებმაც, ხო? რომ აი პასებიც კიო, ყიფიანს რატო ქონდა, ვიცი, ეგეთი აი ჩაკიდებები რო იცოდა ზუსტი, რომ ეგეთ ადგილზე თამაშობდა, რომ ბურთი რო გადავარდნილიყო, უნდა გეძებდა ეგერ იმაში, რა ქვია, დახარ ლოკაში. იძულებული იყო რომ იძულებული იყო რომ ყვი არ უნდა გადავარდნილიყო ბურთი, რომ იძულებული იყო და აი მაგანე მიტომაც გახდა ეგეთ ფეხბურთელი ზუსტი პასებით რა. ხო და აკედი ახლა შენ ამ ფეხბურთთან დაკავშირებით რა სიტყვი? კიდე რა კითხვები შეიძლება რაღა ესე წავედით რომ არ უყუროთ და აი ისე ვილაპარაკოთ ამაზე, საინტერესოა. აი მაინტერესებს კუკურელია მაგალითად, აი კუკურელია, ხო? როგორ ფიქრობ, მეგრული წარმოშობის არის ახლა? მაგრამ მაგას ლაპარაკი არ უნდა, რა თქმა უნდა, ბასკია. ბასკი ხო ქართველია. ვაში ბასკია საერთოდ? და ბასკი ხო ქართველია და კი, ხო რა. მეგრელი ხო ქართველია. ბასკი ლაპარაკი არ არის ქართველია. შენ როგორც მეგრელი მარგალი აბა მუჭო რა პროცესზე დგა. რაზეა ლაპარაკი კი, რატომაც არა? აქედან გამომდინარე კუკურელია არის ფაქტობრივად მეგრელი. კოლუმბთან იყო ლაპარაკობდი ის კი არა მეგრელი გემზეო, კაცო. ასეთი ლაპარაკები არის. ერთ-ერთ გემს ერქვა ნინია. არა კაკაბაძე ვონთ. მართლა? ხო და მეგრელის დათმებულია. იქ ხო რამდენიმე გემი არ მიდიოდა, ერთი გემით ხო არ მიდიოდნენ. კი, რაღაც გვარებიც არის ესეთი. არა, რაღაც გვარები ძალიან ახლოს არის ხო შორის. აი, რასლობა, დაშე სიტყვები არსებობს რაღაცა რა. ხო, თუმცა ერთი რაღაცაც უნდა ვთქვა, რომ არ და როგორც ლინგვისტები ამბობენ, არ დასტურდება ჯერჯერობით ქართველური ენებისა და ბასკურის ნათესაობა. ვითომ? ესია საქმე? სამწუხაროდ. აბა რატო ამბობენ ამ ტყილებს რაღაცა? არა, ნუ რაღაც იცი რა ხასიათით, ეთნოგრაფიულად, და პოლიფონიურობა რო გვაქვს? არ ვიცი, აი ნანახი გაქვს თუ არა, არის აზგარდასული ჩვენი შესანიშნავი რეჟისორის ოტარ იოსელიანის ფილმი დოკუმენტური ევსკადი. ევსკადი ბასკურ ენაზე ნიშნავს ბასკების ქვეყანა. არა, და რო იწყება მახსოვს რა. ყველაფერი ნანახი მაგ დაახლოებით 20 წლის წინ ჯერ კიდე გადახვევები რო არ იყო და რაღაცა ტელევიზიით რაღაც გადის და ევსკადი? ევსკადი ესე ქვია. ესე ამოყავთ ყველი. და მეგონა რომ არის ქართული ფილმი. და საქართველოს მეგონა. მე რაღაც რო დაიწყეს ლაპარაკი მივხვდი რომ ქართული არ არის, მე მივხვდი რომ და მე მივხვდი რომ ეს არის იოსელიანის ფილმი და დაიწერა კიდეს. რაც ლაპარაკობ. აი ოფა ტიპაჟები ყველის ამოყვანა. აი ეს და სხვა ძალიან საინტერესო რაღაცა. აქვთ ეგეთი პოლიფონიურობა სიმღერაში. მაგ ფილმში არის ესეთი მომენტი. ნუ ბასკების ხადია კათოლიკეები არიან და კათოლიკურ ლიტურგიაში არის ესეთი სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მეორე კვირის ხუთშაბათი არის ხორცისა და სისხლის დღესასწაული. მოკლედ ამ ბასკონიაში საფრანგეთის ბასკეტზეა ბასკეთი ხო გაყოფილია ორ ნაწილად, ბასკონი დარდანიანი ბასკია სხვა შორის. გასკონელი ანუ ბასკი. ნაწილი ბასკეთის არის ესპანეთში, ნაწილი ბასკეთის არის საფრანგეთში. ეს ფილმი გადაღებულია საფრანგეთის ბასკეთში. და როდესაც მთავრდება ლიტურგია, ამის მერე იმართება კარნავალი. და ამ კარნავალს ქვია პასტორალი. ხონდა გაგიმართო პასტორალი არის იოსელიანის ერთ-ერთი შედევრი. კი ბატონო, კი იოსელიანი. ხონდა გაგიმართლოს ესე რა, რომ შენი ფილმი არის, შენი ფილმის სახელი აქვს კარნავალს, ანუ რომელსაც პასტორალი ქვია. მოკლედ აი არის ეგ მომენტი. სანამ გადაიღებ და იგი იყო ხო პასტორალი. იცოდა, ნუ არა. ეხლა ეცოდინებოდა სპეციალურად გააკეთა ცხადია. ხომ არა ხო მაგარია რა. გაუნაცვლებელი არის ნამდვილად. ისეთი იყო რა. და ეხლა საყვარელი ფეხბურთელები შედი ეხლა აი როგორ აი დაგა პელე გახსოვს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო და არის დავით ყიფიანი, რომლის თამაში 76-დან 82 წლის ჩათვლით ნუ შემიძლია ჩამოვთვალო მისი გრიგორი ფედოტოვის კლუბი იყო ესეთი 100-ზე მეტი უნდა გატანილი. თუ არ ვთქვი 116 გოლი შევიდა დათო ამ 116 გოლიდან შემიძლია ჩამოვთვალო ნუ დაახლოებით 80 მაინც. ასე რომ კი მახსოვს აი ეს თამაშები აი როგორ გითხრა აი თვალწინ მიდგას მაგალითად ბაქოს ნევჩისთან გატანილი გოლი 1977 წელს თბილისში 40 მეტრიდან გაიტანა.
რას ლაპარაკობ? და შენ მახსოვრობას ეხლა ნამდვილად არ უჩინი რა. ანუ აი ეს არავინ არ უჩინი შენ მახსოვრობას. ჩემი აქტიური პერიოდი ფეხბურთის არის აი 76-82 წლები. ნუ მე ეს უყურებდი, მაგრამ დათო წავიდა ფეხბურთიდან. რა გარკვეული აზრით ჩემთვის ფეხბურთმა დაკარგა ნუ მთავარი რაღაც რა, ანუ აი გულს რომ გამოგაცლიან რა. კი ბატონო, საოცარი რო ლაპარაკობენ რომ აი ზიდანი რა 30 არა, რა არის ეხლა ჯობნი არ დაელევა ობიექტურად რომ ვილაპარაკოთ, ნუ ზიდანი ალბათ დათოზე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის დათო ყიფიანი არის აი მთავარი ფეხბურთელი. Футболист моей жизни. Ხათუშორის კუკურელია, ჩემი მეგობარი გოგა ვაშაკიძე გადაყრილია რა. ერთად ვარჯიშობდა გადადა და გადაიყარა 17 წლის ასაკში იყო, მაშინ 17 წლის. მაგრამ ახალგაზრდები დინამოს იმაში იყო და დაყვებოდა გასტროლებზე. ფოტოებისა გადაღებული და შევეკითხეო, შენ წარმოიდგინეო, რომ აი ეს ჩვენთან არის ეგეთი კუთხე. კუკურელია როგორი გვარიაო, ხეცი არა, გაბელაია კუკურელია, რამე, იები, ბევრი ყავს ეს იები კუკურელი. და აი მეგრული ამ 100-ზე არა ვარო, არა, მე არ ვიცი, რა მეგრულიო. ეხლა როცა და რატო ყავს და უცებრო დაეწყო, შოჩერა. ვიშო, რო ეხლა წამოეწყო. შემეულიცი? აი, ვერა. სულ მაგას მეუბნებიან ზაზა რომ აი მაგრა წინთ მე ხო იცი მეგრელებს მეგრული რო არის მეგრელი რო ხარ და ონჯღორე ვაიჩუ მუჭო ვაგიჩუ მარგარული სულ ეს ინადადება მაქვს სულ რა მე რა მეგრე მარგალი კოჩი რა არ ვიცი ბიჭო არასწავლის მეგრულს არასწავლის მამა მიცოდა დედა ყავდა ზესტაფონი დივისკალი იყო არ იყო ხარ ან დედა გასწავლის ან სოპენი ანუ დედით ქართველი ხარ დედით ქორთუ როგორც მეგრელები ქორთუ, შონი, მარგალი. ქორთუ არის უცხო, ესე იგი, უცხო ხარ. თბილისში ხო რა ქვია მეგრულად? ხო. ქართი. ქართიში მივდივარ, თბილისში მივდივარ. ხო, ქართი რა, საქართველოში. ეს საჯობის ამბავის გამოვარ გაარკვევი, შედიხარ საჯებს ეს რაღაცა რა სიტყვია, ეს წყლის დალევა ბიჭო ამ შვა იცი რაღაცა ფაქტები ვიცი ცხადია, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები უყურებდნენ. ხო და ნუ არის შვა ბიჭო, შვა აი ჩემი მეგობრებიდან ზოგიერთი არის ნამდვილი აი ესეთი, როგორ გითხრა იცი, აი ფანატიკოსი, კარგი გაგებით. ხო, აი გია გორგოძე მაგალითად ჩვენი საერთო მეგობარი, არგენტინის ნაკრების ფანატიკოსი. ვაკა გორგილაძე, არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი. არ ვიტყოდი რომ ფანატიკოსია, მაგრამ აი რო უყვარს მართლაც არგენტინის ნაკრები, ამ რაღაც ფაქტები ვიცი, ესე იგი TikTok-ი რაღაცები ამომიგდებოდა ხოლმე YouTube-ი რაღაც მომენტებს და ასე ვთქვათ შემიძლია ლაპარაკი ჩემპიონატზე, რომელიც არ მინახავს. ხო და საქართველოს ჩემპიონატებს უყურებ 74 წლიდან. და თუ როდის შეწყვიტე მე სადღაც აი 20 წელია ისე აი ძალიან იცი რა არის მე ძალიან ადრე ვიგრძენი რომ აი ვერდები და სიმერის ერთ-ერთი ნიშანია როდესაც სპორტისადმი ხდები გულგრილი ბიჭო 23 წუთზე ყველა ტაიმში შვაში 45 წუთიანი ხო არის 23 წუთზე წამოერთ წყალი დავრიოთ აქეთ გულახეთ აი ეგეთი ამბავი იყო აკრეფილი რა მე ხა იცი რა არის ამერიკა მექსიკა კანადა მაინც ექსპერიმენტული ჩემპიონატი ხო თან ახლა შეერთებული შტატების უცნაურობები ხო მაგათთვის ექსაუთი არის აბსოლუტურად აი როგორ გითხრა ერთი ჩემპიონატი ხო ჩატარდა 94 წელს სადაც აი იმ ჩემპიონატს უყურებდი ბრაზილიის ნაკრები გახდა ჩემპიონი და მაყურებელი ხმაურს იწყებდა მაშინ როდესაც ბურთი ძალიან შორს გადავარდებოდა რატომ ეხლა ეგონათ აი ბეისბოლი ბეისბოლში ხო თავარი რა არის ისე უნდა ისროლო რომ კეჩერმა ვერ დაიჭიროს და ხო ეგ ვიცი და ისე შორს გაისროლოს რომ ექვსივე ბაზა უნდა მე რატომ ვისწავლე ეხლა ბეისბოლის წესები ძალიან მიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარს ჰემინგუეი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია და ნუ ის იყო გიჟი ბეისბოლის და ყველაფრის გიჟი იყო ნადირობის ყველაფრის არა კაცურის ყველაფრის რაც კაცურია ყველაფრის გიჟი იყო და ძალიან უყვარდა ეგეთ ბეისბოლისტი დიმაჯიო ამ ჰემინგუეის ხო და ამის გამო ვისწავლეს საბჭოთა კავშირში ბეისბოლს არ გვაჩვენებდნენ ეს სადისწავლეთ დატანჯულები ნუ წავიკითხე წესები და ნუ მე რაღაცნაირად ხო ეხა ვიდეო ხო იყო
ჩვენ დროს ვიდეო. კი, იყო. და ერთმა ახლობელმა ჩამომიტანა ვიდეო. ვიდეო კასეტა. კასეტა სადაც იყო ბეისბოლი. და დიმაჯიო. დიმაჯიოც იყო ასახული. ნუ ეს გეუბნები რომელიც წლებია 1977-18. აი გრუნტიკის ვიდეო მაგნიტოფონი. დიმაჯიო ევასებოდა ჰემინგუეი? დიმაჯიო არა მარტო ევასებოდა, როგორ რაღაცა რა თქმა ეს კი დიდი ხანი თამაშობდა ეს დიმაჯიო. რა თქმა უნდა შეწაკითხული გაქვს. არა რა პერიოდია ახლა ეს დიმაჯიო? ჰემინგუეი გარდაიცვალა 62-ში. აი ეგრე ხო სადღაც. და ნუ თავი მოიკლა. სადადირო თოფი. 50-იანი წლები არის აი 40-იანი 50-იანი წლებია დიმაჯიო. და ნახსენები ყავს სად? რამდენიმე ადგილას მე ყველაზე უფრო ცნობილი დიმაჯიო არის საყვარელი ბეისბოლისტი მოხუცი სანტიაგოს. მოხუცი და ზღვა. აი სანტიაგო ხო თავის თავს ელაპარაკება და აი როგორ იქ აი ეს თემზი რო ენახა დიმაჯიოს რა სიტყოდაო ის თემზი რო დაიჭირა. კი არის ეგ მომენტი და დიმაჯიო აქვს ნახსენები ყავს. კი აი ახლა დიმაჯიოს რო ენახაო ეს ბოლოს ხო შეჭამენ ზუგენებით არაფერი არ ხდება რჩება მხოლოდ ჩონჩხი არა და აი დიმაჯიოს რო ენახაო ეს თემზიო რა სიტყვა. ეგ არ მახსოვს რაღაცა ის. არა უბრალოდ შეიძლება რატო არ მახსოვს ესე დიმაჯიო არ ვიცოდი რომ ეგ ახსნილი არის რომ და იმდენად მიყვარდა ჰემინგუეი რომ აი რაღაცა ვიღაცა რომ ახსენები ყავს და ეს ვინ არის და ეს დიმაჯიო ახსნილი არ არის იმიტომ არ მახსოვს რომ არის ბეისბოლისტი. ბეისბოლისტი. უბრალოდ ახსენები დიმაჯიოს რო ენახაო. აი დიმაჯიოს რო ენახაო და მაგარია ძალიან. გენიალური ვიდრე იყო რა. კაი ხა ბავშვობაში ფეხბურთი. სხვა სპორტი არაფერი, ცურვები რამე აქეთ იქით რამე არ დაყავდით იქით. სპორტზე არ დავდიოდი ხო არსებობს ამილი აი ეზოში თამაშობდი ფეხბურთზე ხო სკოლიდან რომ მოვდიოდით და ალკოგოლთან როდის დამეგობრდი პირველი შეხვედრა რომელიც ძალიან გვიან გაგეცნო მე კლასში და არა მე ძალიან გვიან ვიფიცებდი რომ გადამარჩი ისე რომ პირველი სიგარეტი პირველ კურსზე მოვწიე საერთოდ არ მიყვარდა დღემდე არ მიყვარს სიგარეტის სუნი და მაინც ეწევ არა დავიწყე მოწევა პირველი მეორე კურსიდან შეყვარებული ვიყავი ხდება ხოლმე მაგდროს არ გიყვარდა და შეიყვარა არა რა არის აი მე მოწევ მივიჩვე მაგრამ აი სუნი არ მიყვარდა და ამიტომ არ ვიწეოდი სკოლა ისე დამთავრე არ მომწევია საერთოდ და ალკოგოლს რას გვიდოს პირველი არაყს პირველი თუ როგორ აი სადღაც პირველ ასევე პირველ კურსზე პირველი შეხება ქონდა არაყსთან თუ გვიდოსთან თუ რასთან პრინციპში ხო ვიტყოდი აი რასაც ქვია დალევა მეორე კურსიდან ესე დაიწყო ბოჰემური ცხოვრება მოგეხსენება იყო ესეთი ადგილი ჩაისახლი როგორ გიგანდა ვიღაცა რო გაიარა რომ ეს ჩაისახლიაო და შავებს რო უწახოიც და აუ ეკუთვნის ჩაი მსმენელ მარიზის და ჩაი იყო ცნობილი განაბი ჩვენ ახალგაზრდობაში მაგარი კაცი იყო სხვადასხვა ისეთი ვიცნობდი თან არ მჯდარა ეგეთი არა იყო საერთოდ არ იყო რა დიდი ხის და მე იმან დაიჭირა მიშამ რა თქმა უნდა რა აი მე მგონი მანამდე მისი მეუღლე იყო კაცო მანამდე არ მოკლეს 83 არა კაცო არსენა მოკლეს არა შვილი გარდაეცვალა არსენა 83-ში ხო არსენა კი ხო არა მიშამდე ხო მიშამ მიშამ დაიჭირა არ იყო და ისეთი ერთადერთი გამაბი იყო რომელიც ხელში არ იყო ნაკო უყარდა ცხონებს მეთქი რაც ქვია სააგაშოს და შეუძლია ისა პირველად საქართველოში ხო და აი პირველად საქართველოში დაიჭირა ჩაი ხო კი ბატონო და ეს ჩაისახში ახლა შენ კონიაკი იყო მახსოვს კონიაკი არა ჩაისახლი იაფიანი არის მოდი ესე ვთქვათ ახლა იქ მაინც რა იყო რაღაც სუბკულტურა ასე ვთქვათ საინტერესო ბევრი ადამიანი როიტყვიან მოდიოდა უნივერსიტეტში და მთელი სემესტრი იყო ხოლმე ჩაისახში. კი ბატონო ბაბა. მე თვითონ ესე არ ვიყავი რაღაცა მომენტიდან მე გაჩნდა ესეთი წრე 60 კაციანი და სადაც ესე იგი ჩვენ ალკოჰოლსაც ვეზიარეთ და ვიდეო პირველივე გესიამოვნა ვიდეო მაგნიტოფონები პირველივე თრობა გესიამოვნა უყურებდით აკრძალულ ფილმებს
ემანუელას მაგალითად. ემანუელას. ემანუელა ერთი. გრეჩესკაია სმაკოვნიცა. გრეჩესკაის მაგონიცა კი გამახსენდა ნამდვილად. კალიგულა. კალიგულა, ნუ კაი ფილმია. კალიგულა სერიოზული ფილმი იყო. ნუ რა გითხრა? ფილმებთან ეს იმის ფილმია, კაცო, რა ქვია. არა, ტიტო ბრასი. არა, ტიტო ბრასის არ არის. ტიტო ბრასი ოპერატორი. არა, ტიტო ბრასის ფილმია ნამდვილად. არ არის თქვა გეუბნები, აი თუ გინდა ნახო. აი მე ვიცი ჟურნალი ჩამოაყალიბა. აი ხელოვნური ინტელექტი. აბა ხელოვნური შეეკითხეთ ძალიან მისი კუთვნილ ფილმია ბიჭებს. კალიგულა არის ტიტო ბრასი. ვახოს დაუძახეთ და ეს რა შეიძლება ისა პაზოლინის არის ცნობილი სამი ესეთი ტრილოგია დეკამერონი კენტერბერიული მოთხრობები და 1001 ღამე. ნუ მე სალო რომელიც უკვე სალო ეს პაზოლინი. პაზოლინი ხო რომელიც მაგრამ ტიტო ბრასი აი კალიგულა ტიტო ბრასი თვარსტები საერთოდ ადგილები ჰასლერში გადაღებული. ჰასლერის პენტჰაუსი და ჰასლერი. არა ეს დიდი ფილმია თან 1-2 საათი. არა, ცნობილი სახელები თამაშობენ, კი ბატონო, ჯონ გილგუდი თამაშობს, მაგდაუელი თამაშობს კალიგულას, ტიბერიუს თუ არ ვცდები ჯონ გილგუდი. ტიტო ბრასიო ყურში მითხრეს. ო, ტიტო ბრასი კი ხო გითხარი. მე საერთოდ მოწოდებით ვარ კინოში ნიკე. პიტერ ოტული, ჰელენ მილერი, რა. პიტერ ოტული თამაშობს ტიბერიუს, ჯონ გილგუდი ნარვას. კარგი ხანი არ მინახავს მოკლედ. ო, არც მე დიდი ხანია. ალბათ მეორე მესამე კურსზე. ნუ იქ ისეთი პორნოგრაფიული ისეთი იყო. არის ხო, ნუ ეს ეროტიკა არის. არის ადგილები, რომელიც ითვლება რომ არის პორნო. ითვლება კი გადის X რაღაცაში ახლა აღარ ვიცი როგორ ქვია. დღეს კი კალიგულა არა ჩაისახში მაგას არ აჩვენებს. არა მარტო მაგას არა, ნუ ახლა ჩვენს მეგობარს ჰქონდა ვიდეო მაგნიტოფონი. მაშინ ესე არ იყო რა კურსზე რამ ორს ჰქონდა თუ სამს და ნუ დავდიოდით იქ და უყურებდით და შესაბამისად არა, კიდე იყო სხვა რაღაცებსაც უყურებთ მაგალითად ცნობილ კუკუშკას. ანუ ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუბრინა და ანუ ანტისაბჭოთა და ყველა ნუ რაც იყო ანტისაბჭოთა და ანტისაბჭოთა ყველაფერთან ერთად იყო ეროტიკა, იმიტომ რომ ეგეთი გაზაფხულშიც გადიოდა და იმაში გადიოდა. დომ კინოში შედარებით ესეთი მსუბუქი გაზაფხულში შედარებით. ეხლა ესეთი hard porno გადიოდა. ხო, გასაგებია. არა, გაზაფხულში ძირითადად გადიოდა როგორ ფილმები, იცი? აი, საბჭოთა კავშირში იყო ესეთი კატეგორია для клубного показа. მაგალითად 8 ნახევარი პელინის. კი ბატონო. გადიოდა გაზაფხულში. არა რუსთავი. ოიდიპოს მეფე, აი ეგეთი ოიდიპოსი კი ბატონო მართალი ხარ, პაზოლინის ოიდიპოსი, ასევე სხვა შორის ნეორეალისტური ფილმებიც. კვირაობით 12 საათზე აი იქ მაგნა ანახის სხვა შორის სამი ნაბიჯის მანებაში. კი ბატონო, ტრიშაგავ ბრიდუ. პირველი სამი ფილმისგან შედგება. პირველი არის გადაღებული როჟე ვადიმის, მეორე ლუი მალის, მესამე არის ფელინის. ფელინის არის მესამე და მესამე ნოველა. თელ ფილმს ასე ქვია. რეჟისორი რო ჩამოდის. კი. წითელი ის რო უნდა ფერარი, ზემო ის ხართა შორის ახლა სახელი და გვარი დამავლის და მსახიობის ინგლისელია. იგივე მსახიობი თამაშობს პაზოლინის თეორემაში. ანუ ახლო არის გადაღებული. ისიც გენიალური ფილმია. ისევ გავაგზავნოთ ცოტა კიდე ფეხბურთთან დაკავშირებით. კი ბატონო, ახლა ეს პრეზიდენტი ჩვენი ამერიკის. ჩვენი ამერიკის. მე დარწმუნებული ვარ რომ ტრამპმა წითელი თურმე არ იცოდა იცი შეიძლება წითელი. მე საზგეთყვი მე დარწმუნებული ვარ რომ ტრამპმა საერთოდ სოკერი გაიგო ეხლა რო არსებობს, იმიტომ რომ ამერიკაში ფუტბოლი არის ამერიკული ფეხბურთი. ხო. ამ ჩვენ ფეხბურთს ეძახიან სოკერს. უი რასა. და დარწმუნებული ვარ რომ ბერცეხლა გავიგე შეწავლა. ტრამპი ისე გახდა 80 წლის, რომ საერთოდ სოკერი ნანახი არ ქონდა. ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამერიკაში ყველაზე პოპულარული სპორტი არის ბეისბოლი. ეხლა მსოფლიო ჩემპიონატებში ფალი არ მოუკლია. არა, ამერიკაში დღემდე ფეხბურთი არის არაპოპულარული სპორტი. ახლა ესე იქნება. ესეც იქნება აუცილებლად. ესე გაგრძელდება? აუცილებლად, იმიტომ რომ ამერიკელების ფსიქოლოგია, ამერიკელების კულტურა აბსოლუტურად რავი, თელი ბრედ პიტები და რამე ამ ამბავი ჩამომდგა. ეს არის კომერცია. ნუ შევიდა დარწმუნებული ვარ დიდი ფული, როგორც ამბობთ 13 მილიარდი გაკეთდა, ნუ ფიფამ და მაგრამ ეს
ისევ გეუბნები აბსოლუტურად არნიშნავს იმას, რომ ამერიკაში ფეხბურთი გახდება პოპულარული. არასდროს შეიძლება. არა. გამორიცხული. გამორიცხულია. მიგ ჯაგერი? დაინახე მიგ ჯაგერი, მაგრამ არ დაგინახე. მიგ ჯაგერი. იყო? იყო რომელ ფეხზე იდგა? ეხლა რაოდენმე თქოს. არ იჯდა. მიგი ჯაგერი ცოცხალია. ბიჭო მუმია, აი როგორ გითხრა, აი კაცი არის როგორიც იყო 80 წლის უკან ისეთია რა. მიგი ჯაგერი იქნება 80. 80 ასილებულია ყველა ვარიანტში, კი კაცო რა. როგორ არის? აი ისეთივე. თან არ დამჯდა რა, ბიჭო, ფეხზე იდგა. ეხლა არ მითხრა რომ ელვის პრესლიც იყო. არა, ელვის პრესლი ვერ იქნებოდა იქ ისეთი. რატო შეიძლება სადმე იმალება? როგორც ტუპაკ შაკური ხო იმალება? არა, ის აღარ არის და ის არის და არის და არის. მაგრამ შენ არ გახსოვს ის ფილმი Independent Day? უცხოპლანეტ ტელევიზორში ჩამოდიან და რომელიღაცა სათამბჯენის თავზე არიან ელვის პრესლის ფანები და ისინი ჩვენს ელვის დაგვიბრუნებენო. მათ წამთ რომ ელვისი ცოცხალია. ამის ხوار გაგონებს. რა კი როგორ არა კაცო, როგორ არა. საქართველოს არის. კი, როგორ გეკადრება. ფან-კლუბი. დღესაც რო ელოდებიან კაცო, აი დღესაც. კი, ჩვენს ელვის პრესლის. კი, კი ბატონო, ჩვენს ელვის პრესლის. ყველა ხალხს ყავს ისეთი თავისი ელვის პრესლი. რომელსაც ის იმსახურებს. კი, აბა. და ზოგს ვინ და ზოგს ვინ. ერთი არ აქვს, ზოგს ვინ და ზოგს ვინ რა. თუ თეთრ არ დავზუსტდებით. კი, არ დავზუსტდებით, კი ბატონო რა. და პოლიტიკა და ფეხბურთი ეხა არის რაღაცა არის ეხა ალბათ აი რა თქმა უნდა. ფეხბურთი ყოველთვის იყო პოლიტიზირებული. ყველა სპორტი, რაც უფრო პოპულარული. ჩაწყობები რა მეგეთი მოსულა, შენ როგორ ეხლა ეს როგორი რაღაცა იცი, კონსპიროლოგია. ამაზე ვლაპარაკობ ეპშტეინის კუნძულზე, კონსპიროლოგიებზე. მაგრამ აქაც ვლაპარაკობ, არანაირი პრობლემა არ არის. არის ეგეთი ხო გესმის ეგ როგორი რაღაცა კულისები როგორც ესე არ ჩანს მაგრამ აი ტრამპი იმდენად ექსცენტრული ადამიანია რომ პირდაპირ გამოამჟღავნა რომ აი დაურეკე ინფანტინოსო და აი ეს უთხარიო ხო შეიძლება ადრეც ხდებოდა ესეთი რაღაცეები მაგრამ ამას არ ამბობდნენ აი ტრამპი არის პირველი რომელიც ყველაფერს ლაპარაკობს გესმის ანუ გახსოვს საბჭოთა კავშირში იყო ეგეთი ტერმინი ტელეფონная право. ანუ ტელეფონით ანუ არაფორმალურად ხდებოდა რაღაც საკითხების გადაწყვეტა. ხო? აი აქაც გამოჩნდა დაურეკა ინფანტინოს, მაგრამ ამის მერე თქვა რომ მეც გავაკეთე. ესმის აი ესეთი რაღაცა პირველად ასეთი რამ გააკეთა მართლა ტრამპმა. ეხლა მიშა ამბობდა რომ პირველად მე ალბათ მიშას რაღაცებს აკეთებდა პირველად. მართალია ეს ინფანტინო რაღაცად უნდა გაეროს რაღაც ამბავი. კი, არის ეგეთი ხო, რომ ინფანტინო უნდა გაეროს გენერალ გუტიერეშად და მე ამაზე ვთქვი რომ გუტიერეშს გადაიყვანენ არგენტინის ნაკრების მწვრთნელად. იქნებ გუტიერეშმა მაინც უშველოს ცოტათი საქმის. ხო, თუმცა გუტიერეშ პორტუგალიური ენოვანია. აი, კაცი ჩემთვის. მოეწონა, ხო რა. მოეწონა. ესე იგი, არის ესე იგი, ბალტი. სოფლიო ჩემპიონატი არის, სადაც ერთმანეთს ხვდება ქვეყნის ეროვნული ხასიათები. მენტალიტეტი. ისე რა არის, ეხლა მე ერთი რაღაცა მინდა გითხრა, რატო აღარ უყურებ დიდი ხანია სოფლიო ჩემპიონატს. ეს ბევრად უფრო საინტერესო არის ლიგა. რომელიც რეალურად არის ყოველწლიური ჩემპიონატი. კი ბატონო. რომელიც არის პრინციპში აი ნაციონალური ნაკრების იდეა უკვე აღარ არსებობს, მე თუ მკითხავ. ეს არის 1930 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა ესეთი გაშლილი ინდუსტრია, ხო? და აი იყო ნაციონალური ნაკრებები და აი მაშინ მართლაც აი ნაციონალურ ნაკრებებს ჰქონდათ რაღაც ესეთი მომენტი, აი ეროვნულ რაღაცას გამოხატავდნენ. დღეს როდესაც ეს ყველაფერი გლადიატორთა თამაშებს დაემსგავსა, ხო? აი ეს კლუბები არა, სადაც რეალურად თითოეული კლუბი არის ალტერნატიული ნაკრები. კი ბატონო. ხო? აი დღეს კლუბები უფრო ძლიერები არიან, ვინმე ნაკრებები. აი ცალკე აღებული რომელიმე კლუბი რო ავიყოთ. პაკე საფრანგეთის ნაკრები და PSG. PSG არის ბევრად ძლიერი. აი როგორ აკეთდათ ხვიჩა იცი? აი ძალიან მაგრამ. ამის თქმა მინდა რომ ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ ყოველ წელიწადს უყურებ სოფლიო ჩემპიონატს. გლადიატორების ბრძოლას. გლადიატორების ბრძოლას. აი რაში გაინტერესებს 20 წელიწადში ერთხელ. აი ნუ ეს არის ინერცია. ნუ ფიფას ჭირდება ну რეკლამა კეთდება პრინციპში მე ისე ტოტალიზატორი მუშაობს ტოტალიზატორი მაგრამ ისე ბევრად უფრო დიდი ფული და ბევრად უფრო საინტერესო არის ლიგა რა თქმა უნდა გეთახმები მაგაში რამეც რა
თან უკვე არ არის აუცილებელი ეხლა ვიღაცა მიატოვოს თავის სამშობლო და სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდეს და ისე შეგიძლია ითამაშო. ეგ ბევრს უჭირს ეხლა მარტო ქართველის პრობლემა არ არის ეხლა. არც არიან ბევრი. მოხდა რეალური გლობალიზაცია. აი ფაქტობრივად როგორი სიტუაცია ახლა ამერიკას რო დაუბრუნდეთ, ხო? ესე ყველაზე დიდი ფული სად არის? ყველაზე დიდი ბევრად მეტი ფული არის ამერიკულ კალათბურთში. ვინმე არის ლიგაში. რატომ? ამერიკაში ტრიალებს ყველაზე დიდი ფული, აქედან გამომდინარე ყველაზე ბეისბოლიც ასევე, მაგრამ აი ხო ბეისბოლი მაინც ჩვენთვის ძალიან უცხოა და ეს არის წმინდა ამერიკული. ანუ კალათბურთი არის ის რომელიც ვერ მოიკიდა ფეხი ხო? კალათბურთი არის რომელიც ყველგან პოპულარულია, ანუ მეორე, მესამე სპორტია მსოფლიოში, არა? სხვა შორის რა უნდა გითხრა? როდის გახუნდა ჩემთვის ფეხბურთი? საბჭოთა კავშირი რო ინგრეულდა, უკვე დავიწყეთ ყურება ამერიკული კალათბურთის. და მე მაშინ უყურებდი მაიკლ ჯორდანს და ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც აი მაიკლ ჯორდანი ითამაშებდა ჩიკაგო ბულსში. შენ როგორც გატყო კალათბურთის და აიქაც იგივე დამემართა როგორც დათოზე. და რამდენიმე წელი უყურებდი მაიკლ ჯორდანს. და მაიკლ ჯორდანი რო წავიდა სპორტიდან, აი კალათბურთს დაკარგა ჩემთვის ასე ვთქვათ აზრი. იმდენად აი მე ვნახე აბსოლუტურად სრულყოფილი თამაში. აი ესთეტიკური თვალსაზრისით აბსოლუტური სილამაზე. ხო? აი მაიკლ ჯორდანის აი აბსოლუტური განცდა კონტრა რომ ადამიანი დაფრინავს. ხო? აი დაუჯერებელი აი კობი ბრაიანტი გაცხოვებული ღმერთმა დაუმკვიდრო სასუფეველი ძალიან ესეთი რელიგიური ადამიანი იყო მართლმორწმუნე კათოლიკე იყო და ძალიან დიდ პატივს სცემდი მას ყველაფრის გამო მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მივიდო და ვერანაირად მაიკლ ჯორდანთან. საერთოდ მაიკლ ჯორდანი განუმეორებელია. აი ხო ფეხბურთში ამბობენ პელე და რაღაც. მე მიმაჩნია რომ საერთოდ ეგეთი სპორტსმენი როდის იყო. მაიკლ ჯორდანი აი მე არ მინახავს. შეიძლება ვიღაცას უნახავს. აი მარადონა, მესი. აი ჩემთვის იგივე მოვლენა, იგივე არა ბევრად მეტი მოვლენაა მაიკლ ჯორდანი. და აზარტული თუ ხარ მაინტერესებს და არა არანაირი აზარტი არა მაგრამ თამაშები დადება თამაში არა და ამიტომ ხშირად სწორ პროგნოზს ვაკეთებ მაგის გამო ვარ ვარ დაინტერესებული კი მეც ესე ვარ მაგალითად ახლა ჩემ ერთ ახლობელს ვთქარი და შემიძლია მოწმედ მოვიყვანო აი თქვენ ესპანეთის ნაკრები გახდებოდა ჩემპიონი თავიდანვე და შემდეგ თქვი ერთი ნაზლები მაქვს მოგებული 2010 წელს ესპანეთი გახდა პირველად მსოფლიოს ჩემპიონი 2014 წელს დავდე ნაზლები რომ ვერ გავიდოდა ქვეჯგუფიდან და ერთმა დიდმა კოლექტივმა ცნობილმა თანამშრომლებმა გადამიხადეს ასე ვთქვათ то მე მაშინ ვიღაცა მოგაკითხავს შენ რომ დავიჯექ ტოტალიზატორს არ თამაშობ მე ვითამაშებო კაცებს შენ გადაგიხდიო ასე თუ აკეთებ პროგნოზი რას ვაბარაკო არა ეს ბოლო პერიოდი როცა გავწივდი ფეხბურთის მიმართ უკვე შეგიძლია რაციონალურად მიხვდე ვინ უფრო ძლიერია ვინ უფრო არა გარედან უყურებ არა ფლად ახლა ესე კი არა ვარ კაცო ყოველ მაგრამ რაღაცა ისეთ დავუშვათ შემილია პროგნოზი გაკეთება კი რა მაინტერესებს კიდე ერთი რა უნდა გითხო ეხლა ვერ უყურე უნდა წავიდე სახში მე გადავახვე უყურებ ეპშტეინს ფესას ბოლოს ხო და სულ უყურებ იშვიათად რო გავმაზო რა ხო და ესე იგი რაშვაში იყო დოსტოევსკი და ფეხბურთი ვერ უყურებ შეიძლება როგორ დააკავშირეთ ერთმანეთს მითხარი დოსტოევსკი იყო პირველ ნახევარში ფეხბურთი იყო მეორე ნახევარში პირველ ნახევარში მე დანაშაულზე და რაღაცაზე რომ დავიწყეთ ლაპარაკი და სერიულ და აქვილა და მეორე ნაწილში მე დიდად თავი არ გამომჩენია ნოდარ კაპანაძე და ვაკა საუბრობდნენ ფეხბურთზე და ახლა მე რადგან წარმიყურებია ჩემპიონატისთვის და უფრო ლაპარაკი იყო გადაიჭრნენ ნოდარ კაპანაძე და ვაკა გადაიჭრნენ უკვე ცალკეულ გუნდებზე შეფასებაში და ჩვენ მანამდე ლაპარაკობდი რა უფრო ადრე კონსპიროლოგიაზე და თქვით რომ აი ეს კონსპიროლოგიური თეორიის თანახმად გაიმარჯვებს არგენტინა რადგანაც ტრამპი და მილეი მეგობრები არიან პლუს სიონისტური მომენტი ემატება ამას იმიტომ რომ ებრაული სამყაროს დიდი ნაწილი განსაკუთრებით ისრაელი და სიონისტური ლობი არის არგენტინის მხარეზე და ამდენად გაიმარჯვებს არგენტინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ესპანეთმა გაიმარჯვა ფეხბურთმა და არა ტრამპმა. ნუ აღშკარა ტრამპს აჯობა ფეხბურთს ესპანეთმა.
ბევრი ეცადა, მაგრამ არ გამოვიდა ეგეთი ამბავი, რაღაც ხო, არა, ისევ ვამბობ, რომ ეს იგი ეპშტეინის კუნძულის თავისებურება რა არის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ კონსპიროლოგიურ თეორიებზე, კონსპიროლოგიურ ნარატივებზე უბრალოდ, აი, განვიხილავთ მას, ანუ არა, ანუ ჩვენი ინტერესი რაშია? ჩვენი ინტერესი არის რა მენტალობები არის ამის უკან, რა ფსიქოლოგია დევს ამის უკან, არა რეალობა, არამედ აი ფსიქოლოგია, ხოდასე. და მე რა ფსიქოლოგია დევს ეს ფეხბურთის უკან რა ფსიქოლოგია დევს? კარგად მეტყვი შენ. იცი რა არის? ფეხბურთი არის გარკვეული თვალსაზრისით რელიგია. და ბევრი ადამიანისთვის, მარადონას თუ გავიხსენებ. ხო, აი ძალიან კარგი მაგალითია მარადონიზმი როგორც რელიგია, მაგრამ თვითონ აი გუნდისადმი დამოკიდებულება ფეხბურთი არის ამაში რაღაც საკრალური მომენტი. აი ჩვენც ერთ ახლობელს, როდესაც ესე არგენტინის ნაკრებზე ესე ვილაპარაკეთ ერთმა ახლობელმა და ამერიკა და როგორ ვილაპარაკეთ ესეო, იმიტომ რომ მისთვის ეს არის აი რაღაც ძალიან დაწყედი ჩანდა? კი არა, უყურე რა არის გუნდისადმი დამოკიდებულება, ნუ პრინციპში უყურე რაღაცა ჩვენ ხო გვაქვს რაღაცნაირი ეს დამოკიდებულება, აი გვიყვარს საყვარელი ადამიანი, საყვარელი გუნდი აქ არის რაღაც ესეთი მომენტი, ხო, აი საკრალური. მესმის, ხო, მაგრამ რატომ შეიძლება მე არ მაგრამ რაღაცა მომენტში თუ ჩემი ქვეყანა არ თამაშობს, უყურე, აი უყურე რა არის, რაღაცა მომენტში ადამიანისთვის, აი როგორც ხდება ეს მაგალითად როკ მომღერლებისადმი, ხო? აი ფანები ხო არსებობენ, აი ესე საფეხბურთო ფანების დამოკიდებული რაღაცნაირი სექტა ხდება. აი როგორც სექტის დამოკიდებულება ღვთაებისადმი. ესმის კერპი. აი ხო არ არის შემთხვევით რომ ხო კერპს ხო ეძახით კერპებს არა ამათ. სხვადასხვა ენებზე კერპებს ეძახიან, ხო? აი მომღერლებს ან ფეხბურთელებს. ასე რომ რაღაცა აზრით განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც რელიგია გახდა ხშირ შემთხვევაში არა რაღაცა სულიერი ადამიანის სულიერი სამყაროს რაღაც გამოხატულება კი არა, გახდა აი ნაციონალური მიკუთვნება ან რაღაც ესეთი, ხო? აი ამ შინაგან სიცარიელეს ავსებს ფეხბურთი, ავსებს როკი, ავსებს აი სხვა რაღაცა. მაგრამ მე რა მეინტერესებს, ეხლა მე მაგალითად აი იქამდე საფრანგეთის მხარეს გადავედი უცებ როდის იცი? რომ აი მესამე გოლი ის რო გააკეთა, სამი რო გააკეთა იმან რა. დემბელი. თუ არ გაუკეთებია მბაპეს, დემბელემ გააკეთა მას რა ქვია. ხო, დუბლი და მას რა ქვია კაცო, სამს. გამოვიზრდა სამს რო გაიტანა. ჰეტრიკი, ხო. ჰეტრიკი რო გააკეთა დემბელემ და მესამე გოლი მიუძღვნა ესე რო გააკეთა. ეს ხუჩა კვარაცხელიას. ამ ჩემპიონატში შენ არ გეცოდი. ესე მესამე გოლი მიუძღვნა, რომ ეს შენო, ხუჩო გოლს რო გაიტანს, ესე აკეთებს ხუჩა და ეგ რო დემბელემ გააკეთა, ესე იგი შენო ეს გოლიო ეგ გადავედი საფრანგეთში. ეგრევე რა. კარგია, მიდო. თორე ხა ისე ახლა ვინ მოიგი ძალიან გული არ დამწყდება რა. თუ ჩემი ქვეყანა არ თამაშობს, მე მწყდება ჩემი ხა. ესე რომ არა, ხო, სხვა ვერ გებულობ, გადაიმათ ევროპის ჩემპიონატს რა თქმა უნდა უყურე საქართველოს გამო, მე შევედი ეშხში და ესპანეთის კლუბში მატკივრობდი, პროგნოზიც გავაკეთე მაშინ რომ საქართველოს ესპანეთი რო ეთამაშებოდა ერთმანეთს. მე ვთქვი ესეთი რამე მე არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ის გაიმარჯვებს მეთქი, ის გახდება ევროპის ჩემპიონი. ესეც მოხდა. ლოგიკურია. საუსები გაიმარჯვა ესპანეთმა. საუსები ლოგიკურია. და გახდა ევროპის ჩემპიონი. დავჭა ცოტა დრო შეგედაცოლა, ჩემი თავი ძალიან მიხარია, კიდე ერთხელ ვიმბოლებ ყოველთვის შეერთად ყოფნა და შენ ისმენა ტელევიზორში იქნება ადგილზე რაღაცა და ბედნიერი ვარ ყოველთვის მაგიცანი და ახლოს ავარ შეერთად ძალიან მიხარია, მადლობა სუეგეთ ბაღბერტს, მადლობა ბაღბერტს და მინდა ბოლო კითხვა დაგისვა ესეთი რა, სოფლიო პოლიტიკა რო იყოს საფეხბურთო მატჩი რა. აი რომელი ქვეყანა ითამაშებდა დაცვაში და რომელი ქვეყანა იქნებოდა თავდასხმაში და აი რაღაც აი ნახევარ დაცვაში ვინ იქნებოდა. არსებობს ესეთი გამოთქმა, რომ ომში, სიყვარულში და ფეხბურთში ყველანაირი ხალხის გამოყენება შეიძლება თუ კიდე გამარჯვებას მიაღწიო. ამ აზრით პოლიტიკა და პოლიტიკის ყველაზე უფრო რადიკალური გამოხატულება არის ომი. ხო? ომი არის ხან ცივი, ხან ცხელი. როდესაც ცივი ომია, ამას ვეძახით მშვიდობის პერიოდს. როსინოს ლომია. ანუ
თითოეული ძალა პოლიტიკური ცხოვრება არ არის ობის გარეშე მოკლედ რა. სულ ომია. უყურე რა არის იყო ეს ფილოსოფოსი ჰერაკლიტე, რომელიც ამბობდა რომ ომი არის ყველაფრის მამა და ყველაფრის ხელმწიფე. ომი განსაზღვრავს ვინ არის მონა და ვინ არის თავისუფალი, ვინ არის ღმერთი და ვინ არის ადამიანი. ეს თანამედროვე ენაზე რო გადმოვიდანოთ, ესე იგი ომი არის განმასხვავებელი პრინციპი, რომელიც ჩვენ გვაჩვენებს ვინ ვართ სინამდვილეში. მაცოცხლებელი ყოფილა კიდე კაცობრიობის ომი რა, ესე გამოდის. რა? ომი ბრძოლა, უყურე აქ ძალიან საინტერესო მომენტია, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ცხელი ფაზა. ცხელი ფაზა არის, როდესაც სანგრებში ვართ და ვებრძვით და ვხოცავთ ერთმანეთს, მაგრამ რეალური ცხოვრებაც არის გარკვეული თვალსაზრისით დაპირისპირება და ომი. ოღონდ ისევ ამბობ, არა ცხელი, არამედ ცივი. მაგიტომაც ვქია ალბათ ცივი, ხო? ხო, ცივი, არა, ნუ ცივი ომი არის კიდე სპეციფიური ტერმინი საბჭოთა კავშირის და ამერიკას შორის ურთიერთობები 46 წლიდან 85 წლამდე სამგარბაჩოვი მოვიდოდა, ხო? მაგრამ საზოგადოდ მე მინდა ვთქვა, რომ რეალურად მშვიდობიანობა არის გარკვეული ტიპის გამონაკლისები ომებს შორის. რომ აბა მთელი მსოფლიო ლიტერატურა არის ძირითადად ომზე. ილიადადან დაწყებული ომი და მშვიდობით გაგრძელებული და ჰემინგუეი დამთავრებული, ხო? სულ ომია. თავარი რატომ? იმიტომ რომ რეალურად ომი როგორც აი რა თეატრი რაც არის, ხო? რატო არის თეატრი? ცხოვრების სარკე. ხო, ზუსტად, რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ერთად არის, იკრიბება. აი ერთ სცენაზე არის ყველაფერი. ხო? და ყველაფერი და რაც ყველა პერსონაჟი ერთად არის. სად არის ყველა პერსონაჟი ერთად? ყველა პერსონაჟი ერთად არის, მაშინ როდესაც დგება საშინელი სამჟავრო. როცა ყველა ერთად არის, ხო? აი ღმერთის წინაშე. აი თეატრი ძალიან გავს აი ამ მომენტს, სადაც ყველა ერთად არის. და განსაკუთრებით აი საფინალო სცენებში, ხო? აი ბერძნებმა იცოდნენ ეს კარგად, ყველა პერსონაჟი შეიგრებებოდა და აპოთეოზი. აი ზუსტად, აპოთეოზი, ზუსტად. აი ეს ძალიან გავს იმას, რასაც შეიძლება დავარქვათ, რასაც ქრისტიანობა, დამარტო ქრისტიანობა, მაგრამ ქრისტიანობა ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეძახის საშინელი სამსჯავრო, სადაც ყველაფერი ერთად არის. და ამაზრით აი თეატრი ამიტომ გავს აი და ომიც რა არის? ომი არის, სადაც ყველაფერი არის კონცენტრირებული ერთად. არის რაღაცა მომენტები, როდესაც ადამიანი ცხოვრობს თავის პირადი ცხოვრებით და თითქოს არაფერი არ ხდება. და უცებ ბედისწერა შემოდის, ხო? მოირა. ხო. აი არის აი ეს მომენტი, სადაც ყველაფერი ერთად იკრიბება. კი ბატონო. რატო არ მითხარი და არ და მე რა კითხვას დაგისვი. ქვეყნები დამიყადე ნახევარდაცვაში და თავდასხმაში. მეკარენ გამითხარი, მეკარე, ქვეყანა მეკარე. იცი რა, ესეთი ანალოგია. საჯი მითხარი თუ გინდა ქვეყანა. ესეთი ანალოგიები არის ლიტერატურის და პოეტის საქმე. ხო, მე ხო არა აი აი ეს რა შეიძლება მოიფიქროს მწერალმა. მწერალს კიდე სხვანაირი ფანტაზია აქვს. ხო? მე როგორც წესი აი მწერალი რაღაცას გააკეთებს, მე შემიძლია შევხედო და რაღაც ვთქვა. ისმის და ესეთი ტიპის ანალოგიები ეს არის მეტაფორები და ამ მეტაფორებს იგონებს ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანი ხალხი, მწერლები და ლიტერატორები იგონებენ. ამიტომ ვიზე ვლაპარაკობთ ჩვენ შემოქმედ ხალხზე, ხო? ფეხბურთის რაღაც გარკვეულაზე შემოქმედება რა თქმა უნდა. გარკვეულაზე შემოქმედება ამ ვლაპარაკობთ და აი დათოყიფიანი მაგალითად, ხო? შემოქმედება ოღონდ როგორი ტიპის, ეს უფრო გავს სცენას და აი ფეხბურთი გავს თეატრს ამაზრით. ისმის ხო და არის თუ არა რაღაც ხასიათები. მე მაგალითად რას ვიტყოდი, იცი? არ არის შემთხვევითი მაგალითად, რომ დონ ჟუანი მიუხედავად იმისა, რომ ესპანური წარმოშობის არის, სწორედ საფრანგეთში გახდა ესეთი მნიშვნელოვანი მოლიერის გამო. და ამის მერე მსოფლიო ფრანგულმა ლიტერატურამ რა არის მოლიერი, რა არის დონ ჟუანი, ხო? ადამიანის ნამდვილი სახე და მისი ნიღაბი. ხო? ეს გახდა ფრანგული ლიტერატურის მთავარი თემა. რა არის ნიღაბი და რა არის რეალობა. მარსელ პრუსტის მთელი შემოქმედება ეს არის. მამარდაშვილს ამიტომ უყვარდა განსაკუთრებით ჩემს მასწავლებელს განსაკუთრებით ფრანგული ლიტერატურა. აი გერმანული ლიტერატურაში მაგრამ სხვა თემაა. გერმანული ლიტერატურაში მთავარი თემა არის ადამიანის ურთიერთობა ბნელ ძალასთან.
ეშმაკთან, აი ფაუსტული ის. ფაუსტული. და სულ ამაზე იწერება და თომას მანმა საბოლოოდ გერმანია გააიგივა ფაუსტთან, რომელმაც სული მიყიდა ეშმაკს. ხო? ძალიან საინტერესოა მაგალითად რუსული ლიტერატურა. რატო? რუსული არის საინტერესო, იმიტომ რომ იქ არის რა გავს ერთი მხრივ ფრანგულს, მაგრამ მეორე მომენტი რა არის, რომ მოჩვენება და წარმოსახვითი. აი როგორ ანაცვლებს წარმოსახვითი მოჩვენებას. და ეს დოსტოევსკიმის აქცია აი პეტერბურგი როგორც ქალაქი მოჩვენება. და აი დღევანდელი ომიც ხო ესეთი მიმდინარეობს ორ რუს ხალხს შორის, უკრაინელებსა და რუსებს შორის, რომელიც ერთი იგივე ხალხია, მაგრამ ორივე ხედავს სხვას საკუთარ თავში. ეს დაარუსული თემაა სხვა შორის, რომელიც იდეალურად აქვს აღწერილი ნიკოლაი გოგოლს, რომელიც იყო რუსი უკრაინელი. კი ბატონო. შემოგივლე, უბრალოდ მადლობა. ზაზა, აი ძალიან დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა სახალხოდ საზოგადოების თვალწინ გამო დავდო აქ აქვე და გითხრა რომ უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის შემოკარგო და ყოველთვის ასიამოვნოა შენთან ყოფნა და შენი სმენა. მადლობა ღმერთს რომ აი ეგეთი ადამიანები როგორც შენ ხარ საქართველოს ყავდა და ეყოლება მგონია ასეთი იმედით შემოგივლე. ბევრად უკეთესი. უღრმესი მადლობა. სულ კარგად მზადდებოდით, ბატონებოდი ხალბატონებოდი. სულ კარგად მზადდებოდით. იყავი ჯანმრთელი და მოუვარეთ ერთმანეთს. ეს იყო ჭაპადას პაპანაკება და ხუჩაბაც, მომავალ ხუჩაბაც ამ სეზონის ბოლო გადაცემაზე მოგიწევთ კიდევ. აბა თქვენ იცით.